ჩვენს დაბრუნებასაც უზრუნველყოფ. 3, 2, 1 და წინ მომავალში. Planeta,
planeta planeta Marsi წითელი ფერის იუპიტერია ასეთი დიდი სატურნის ყველები გინახავს პლანეტის გარშემო ბრუნავს მოგზაურობ კოსმოსში ყველა პლანეტის ოლში სისტემის პლანეტა ჩამოვლოთ ყველა დედამიწა მარსი ვენერა მერკური იუპიტერი სატურნი ურანი ნეპტუნი პლანეტები დიდი და პლანეტები პატარა მერკურიდან ნეპტუნამდე პლანეტების აფილამდე იდეალური ეს ნიშნავს იდეალური ადამიანს როგორც სულიერ არანაირი ფუნქცია არ აქვს ჩვენს სრულად. განკაში ინდივიდი 345 არ ექვემდებარება წესებს. სრულიად გამოსულია კონტროლიდან. რას ნიშნავს გამოვიდა კონტროლიდან? დავეხმარო. ვერაფერს შეცვლას ვერ შეძლებ. რადგან ხალხურიდან ხარ, ვერაფერს შეცვლას ვერ შეძლებ. თქვენ ვერაფერს შეცვლას ვერ შეძლებთ, რადგან წარსულიდან ხარ, ვერაფერს შეცვლას ვერ შეძლებ. თქვენ ვერაფერს შეცვლას ვერ შეძლებთ, რადგან წარსულიდან ხარ, ვერაფერს შეცვლას ვერ შეძლებ. გახსოვდეთ, ადამიანი უპირველესია და არ მიცეთ საშუალება გავდეს რობოტს. სამწუხაროდ მართალია, მაგრამ თუ ახლა ვერაფერს შეცვლას ვერ შევძლებთ, შეგვიძლია ჩვენს დროში შეცვლები არ დაუშვათ. დროა დაუბრუნდეთ.
შეხედეთ, რა სიმწვანეა. ალგახები, ფირველები. ეს ნამდვილი სამოთხეა. მოდესალმები დუსრაბა მოგზაურებო. ბოდიშით, მაგრამ სად ვართ? თქვენი დროში ხართ, რომ საკაცობრიობამ კუარი თქვა ტექნოლოგიებს და ბუნებას დაუბრუნდა. ანუ აღარ არის მანქანები, კომპიუტერები? ასეთ, რომ გავიგეთ, რომ ტექნოლოგია ძალიან სახიფათოა. მაგრამ როგორ ცხოვრობთ ისე, რომ არაფერი გაქვთ? ბუნებასთან ჰარმონიაში ჭამთ რასაც ბუნება გვაძლევს. შეგოთუნდაის აისუსკანის დროს სიმღერას შეგვა გვაქვს. Why? We have to.
გვიანია, ჩვენზე ადრე უნდა ეკითხოთ. გვიანი არასდროს არ არის. ხალხი სად არის? ცოტანი გადავჭით. ზოგმა შეძლო უხარდვილად გასვლა. ჩვენ ვირთვით, რომ გადავჭეთ. მაგრამ როგორც ხალხ სასაწყობლებში ვიპარებით, საკვებს ვეძებთ, წვიმით წყალს ვაგროვებთ, მაგრამ ვერაფერს ვაშენებთ. კი, მაგრამ რატომ არ ცდილობთ გავეშეცვლით? ხეები დარგით. ჩვენზე ადრე უნდა ეკითხოთ. ამ დიდხანს ვერ გავჩერდებით. კი, ნამდვილად გაუხადლისია, მაგრამ შევეჩვიეთ. მაგრამ ისინი ჩვენ აქ ვიბრძოლეთ, თქვენ წამით და გააფრთხილეთ თქვენი დროის ხალხი. What have we done to the world? Look what we've done. What about all the peace that you pledged your only son? What about flowering fields? Is there a time? What about all the dreams that you said was yours and mine? Did you ever stop to notice all the children dead from war? Did you ever stop to notice this crying earth, this weeping shore? I used to dream beyond this coast. Now I don't know where we are. All Lord knows the man's in გამოსვლებია. აუ, ჩავა, ცროხნეა. დაბრუნდნენ, მაგრამ რატო ასეთი სიჩუმი? ჩვენ ნახეთ მომავალი, მაგრამ ვის არ იყო ისეთი, რომელსაც ვოცნებოდით. ქალაქები წაშიაშენდა, მაგრამ სიმწვანე, ხეები, არც ერთი ჩიტი არ დაფრინავდა. ადამიანები ემოციების გარეშე გაუცხოვებულები, ზომბირებულები, გაჯეტებში თავჩარგულები. ნახეთ დროს, სადაც სწავლა აღარ იყო საჭირო, მაგრამ ამან ადამიანური გრძნობები არ გააღვივა. პირიქით, მათი ცხოვრება მთლიანად ინსტინქტებს იყო დაქვემდებარებული. მაგრამ ეს ყველაფერი ვის ერთად შოვ ეთახურება განვითარება სიფრის სამყარო, ხელოვნური ინტელექტი. დიახ, თქვენ აშენებთ მომავალს, მაგრამ დაგავიწყდათ იქ ადამიანი დაგეტოვებინათ. უნება ჩვენთან საუბრობთ, მაგრამ საერთოდ გამოგვცა მისი საჭიროება, წყალი, ჰაერი, ჩვენივე ხელით გავანადგურებთ ეს ყველაფერი. დავივიწყეთ, რომ ამ ყველაფერს გაფრთხილება სჭირდებოდა. დავივიწყეთ სიბრძნე, ბუნება ბრძანებელია. ნახეთ, ზედმეტად განათებული, მაგრამ ადამიანობისგან და თანადგომისგან დაცლილი სამყარო. ჩვენ მხოლოდ შეგადაგებები ვეძებთ, მაგრამ ალბათ დაგვაქვს, რომ მიზაკეთება შეგვიძლია საკმარისი არ არის. სად არის ზღვარი?
გაფრთხილება საციცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ანა, დროშის მოგზაურობა მივახვედრა, რომ ინტერნეტ კომპიუტერული თამაშებისთვის დროს ემეტად არ უნდა ნახატი. ინტერნეტი კარგი არდესეს მას ინფორმაციის მოსაყვანებლად იღება. გეთანხმებით, ჩვენმა თავმა ყველაფერი სწორად უნდა გავაკეთოთ. ვისწავლოთ, რათა ჩვენს გარშემო შექმნა ციცოცხლე თავისი არსი. გავუფრთხილდეთ ეკოლოგიას, ჯანსაღ გარემოს, დავხატოთ ეკონომიკურ ტექნოლოგიები. გავუფრთხილდეთ ერთმანეთს. ადამიანები, რობოტებს არ უნდა გავაკეთოთ. ჩვენ არ გვსურს ისეთი მომავალი. ჩვენ გვსურს ახალი გზა, სადაც ტექნოლოგია ემსახურება გულს და პროგრესი ემთხვევა თანახმობას. ჩვენ არ დავთმობთ ცოდნას, არც ბუნებას. ჩვენ არ დავთმობთ მომავალს, არც ადამიანობას. ჩვენ ნახეთ მომავალი, ახლა კი ვირჩევთ როგორ იქნება ის. ეს უკვე ჩვენი პასუხისმგებლობა. ჩვენ ვართ მომავლის ბავშვები. ჩვენ ვიცით როგორ დავიცვათ იგი.
ისინი არიან მომავალი თაობა. მე მჯერა, რომ ისინი ჩვენს ქვეყნის ისტორიაში საინტერესო ფურცელს დაწერენ. ჩვენ ამაში ვიამაყებთ, დამიჯერეთ, მშობლებო და მასწავლებლებო. დავთ ემოციური ალბათ ყველა მასწავლებლის მეოთხე კლასის გამოშვება და ემზადებოდი, მაგრამ რა გამომივიდა რაღაცა. მაგრამ უმეტესი მადლობა არ შეიძლება რომ არ ვთქვა, არ ვთქვა ჩვენს ბავშვებს, მართლა. ეცადნენ და მართლაც ეს გაჩვენა. ჩვენი საქმელი მოვიტანეთ თქვენამდე. უღრმესი მადლობა ბატონიკას და ჩვენს გორანდა მასწავლებლებს. ბრავო! მე ამ ორი ადამიანის დამსახურება. უღრმესი მადლობა თქვენ, მშობლებო, თანადგომის უღრმესი მადლობა. მიყვარხართ ყველანი და რა ვიცი, ესაა ჩვენი ვალი და ვაფრთხილოთ და გავუშვათ. იქნებ ხომათ ვეთქვით რაღაცა, ხატვი. ბავშვებო, გილოცავთ დღევანდელ დღეს. თქვენ წარმატებით დაასრულეთ 4 წელი. ნამდვილად წარმატებით. თქვენ ხართ ჩვენი მომავალი. თქვენ ხართ 21 საუკუნის სუპერ თანამედროვე ბავშვები. და ნამდვილად მე იმედი მაქვს, რომ თქვენ ააშენებთ მომავალს, რადგან თქვენ გყავდათ საუკეთესო სოფო მასწავლებელი. საუკეთესო. ამორჩეული ბავშვები ხართ ამ სკოლაში და დღეს დაამტკიცეთ დღევანდელი ღონისძიება. მსგავსი მე არაფერი არ მინახავს. არ მინახავს ნამდვილად ყველა ალბათ გამოცდილებული და დაწყებითი პედაგოგების ვისი ამოვიდეს ძალიან ახალგაზრდა და ენერგიული წარმოება კიდევ მრავალი 4 წელი გამოდეშვას ჩვენ სკოლაში დაფასებულ შრომას წარმოგვიდგენთ. მადლობა ბავშვებო, ასეთი კარგი ბავშვებისთვის. ნამდვილად თქვენ გააკეთეთ, თქვენ აგზავნეთ ბავშვები და აღზრდილ პროდუქტზე, აღზრდილ რესურსზე მუშაობა არის ძალიან მარტივი. მადლობა ძალიან დიდი. სიტყვებით კი არა, იმდენად ბევრი რამ მინახავს მართლაც, ბევრი რამ გამომიცდია, ბევრი რამ განიცდია, მაგრამ მსგავსი ემოცია დიდი ხანია არ მიმიღია. იმიტომ რომ ეს იყო ხალხი ნანახი, მართლაც საოცარი იდეა იყო და მისთვის მადლობა თქვენ ერთი რამ უდაოა, რომ იყო არაჩვეულებრივი შესრულება ბავშვებო, ამისთვის მადლობა თქვენ. იყო არაჩვეულებრივი დახვეწილი თითეული მოქმედება ბავშვების, ამისთვის მადლობა თქვენ კიდევ ერთხელ და მადლობა თქვენ მშობლებო. იმ დიდი თანადგომისთვის, რასაც ეს აი ასეთი ლამაზი დღე ითხოვს, რომ მიიტანო ფინიშამდე ეს ყველაფერი, ამაში დიდი უზარმაზარი თანადგომა არის მშობლების მიერ და მადლობა თქვენ ამისთვის, რომ ჩემ სოფოს გვერდით უდგანართ. სოფო საჭა, ჩემო სიხარულო, ჩემო კარგო, საჭა დამეცხრებინები გამოვიდა და იმალა. მე მინდა კიდევ ერთხელ გულთურალი საჯარო მადლობა გადაგიხადო არაჩვეულებრივი თანამშრომლობისთვის, კოლეგიალობისთვის, არაჩვეულებრივი დედობისთვის, არაჩვეულებრივი მასწავლებლობისთვის და მადლობა უფალს, რომ დღეს მე მოვედი და ვნახე ეს საოცრება. კიდევ ერთხელ ბავშვებო, გლოცავ, მე უნდა დავუწევ თქვენი გზასავალი. ყოველთვის განათლებული, ყოველთვის გაბწყინებული, ყოველთვის ბედნიერი მომავალი გქონოდეთ და ზუსტად ისეთები იყავით, აი როგორც წაღან აღნიშნეთ. მომავალი თქვენია, ოღონდ ადამიანებთან ერთად. არ გამოგრჩეთ ის, რომ ადამიანების გარეშე იყოს მომავალი. გეხვევით, გეხუტებით, გეფერებით, მიყვარხართ კიდე გან. გამოვიდა ნამდვილად და იხება ძროწორება, რაც ჩვენ
ჩვენი სადგიმა არ შემიძლია მეც რომ არა საოცრება გამოვიდა ძალიან კარგი იდეა იყო და საოცრად მოდარი ძალიან დიდი მადლობა ბავშვებო აი ნამდვილად მოლოდის გადააჭარბა სოფო იყო შეშინებული და მეუბნებოდა რომ აბსოლუტურად განსხვავებული თემა და არ ვიცი რა გამოვაო მე მინდა მადლობა გადაუხადო იდეის ავტორს მინდა სულის ჩამდგმას, მინდა სოფოს ხელმძღვანელობას, მინდა ამ საოცარ მსახიობებს. იმიტომ ბავშვები მაინც ისეთი როგორები არიან. ცოტა გამოსდით, ცოტა არ გამოსდით. აქ არ იყო ესე. აქ ყველას გამოუვიდა. საოცრად დიდი მადლობა. აი ამ ვაშკაცს და მის დედიკოს ძალიან დიდი მადლობა. ისე ორგანულად ჩაჯდა ყველაფერში. ნამდვილად გასახელა სოფო. ძალიან დიდი მადლობა ბავშვებო მე ამათთან შეხება მაქვს. ძალიან დიდი მადლობა მართლაც სიამოვნება მივიღე. სოფო ძალიან დიდი მადლობა გამოგირი და ღმერთმა უამრავი თაობა გამოგაშორა. დიდი მადლობა მოგესალმებით საუკეთესო დედიკოები. ჩვენს ცხოვრებაში აი დიდი წელი შეგა. ყველა ზურს მეზოაზას აღწევს. ყველა ზურს აბლექს ანიჯერია. აი ნერვია. კარგი, ეხა გავაცილო ძობელი. კონკურსია შოუ იწყება. ჩვენია საღამოს კამად გესუე. მართლა. Აბლა
ძალიან მაგრები ხარით. იმაზე მაგრები ხავით, ვინმე წარმომედგინა იკუთხით, რომ თამაში. მეტყვი, ძალიან მაგარი ბავშვები ხარ. იმდენად შეხვედით თქვენ როლში, რომ ცოტა გამიკვირდა რა, იმიტომ რომ ეს ხო მე არ მისწავლებია რაღაცეები მეთქი, მაგრამ თქვენ თვითონ გააკეთეთ. ამისთვის ძალიან დიდი მადლობა. ძალიან მაგრები ხართ, სცენიურები ხართ, თითეული თქვენთაგანი და პირველად ეხლა რეალურად რო გითხრათ, თავიდან რო იყოს შემოთავაზება, ცოტა ვყოყმანობდი რაღაცეებიდან გამომდინარე და ღმერთს მადლობა ვიტყვი, რომ გადმოვიხარე აქეთ და გავაკეთეთ დღევანდელი დღე და ეს სპექტაკლი. როდესაც სოფო მასწავლებელმა მითხრა, რომ ეს იდეა არისო გურანდა მასწავლებლის მომავლის ბავშვები. ეხლა ვფიქრობდი, რომ რა შეიძლება გააკეთო, როგორ შეიძლება გააკეთო. თან მეოთხე კლასელები არიან, წარმოიდგინეთ, ეხლა თქვენ უყურებთ მეოთხე კლასელებს, ანუ ჩვენ უყურებთ მეოთხე კლასელებს და აი, ცოტა ხო არ ექნება ზედმეტი ვფიქრობდი ჩემთვის. თუ არა რაღაც რთული, რაღაც გაუგებარი, მაგრამ ისე შეასრულე, ისე შეხვედით როლში, რომ აი გაოცებული ვარ და მადლობა ამისთვის. არაჩვეულებრივი სოფო მასწავლებელი ხავთ, რა ვიცი. ათავისებული. აი ეს მე ვამბობ აქედან, რომ ძალიან გამიმართლა თითოეულ ჩვენთანაც, რომ ეს არაჩვეულებრივი ადამიანი, რომელიც ყველა ნიუანსზე ნერვიულობდა, ყველა ამბავზე ნერვიულობდა, აბა ის როგორ იქნება, აბა ის როგორ იქნება, აბა ის როგორ იქნება. ყველა წუთში რო იტყვიან, იყო ჩემთან ხაზე, რომ აი ხო არ შევსწრებით, ხო არ რაღაცა არ გამოგდის, რა შეიძლება გავაკეთოთ და მოკლედ დიდი მადლობა სოფო მასწავლებელო და ჩემი ყველაზე დიდი მადლობა და ჩემი აღმოჩენა რა ვიცი არა მარტო თქვენ მე ვფიქრობ სკოლას გაუმართლა რომ აი ასეთი მუსიკის მასწავლებელი რომ არანაირად არ უნდა შეგხვდეთ ეს არის ადამიანი მასწავლებელი სრულიად აი სიტყვა მასწავლებელი რასაც ქვია და ხელოვანი იმიტომ რომ ორივე კუთხით ძალიან მაგარი ადამიანია ვამბობ რომ თქვენს გაგიმართლა და მთლიანად სკოლას გაუმართლა და ალბათ იმ ყველა დაწესებულებას სადაც გურანდა მასწავლებელი ასწავლებს ეს არის ჩემი აღმოჩენა და ძალიან მაგარი დასაფასებელი ადამიანი რომლის წვლილი არის აი ამ სპექტაკლის შექმნაში ანახო არის გურანდა მასწავლებლის და ძალიან დიდი მადლობა ამისთვის მადლობა შენი პირიქით აი მაგარი მასწავლებელი და ერთი იდეტაშიო გურანდა მასწავლებელი აი ამ ყველაფრის შემოქმედი არის და ეს ადამიანი გადაწყდა. რაღაც მოგება ყველა, დავისა ის ბავშვები ფანტასტიკურები, ყველა საკითხაო, ნუ არ ვიცი, ძალიან ემოციურია. აი ამ პროცესს როდებოდ ძალიან სხვანაირი რაღაც ინტერესი და ნერვიულობდი და ძალიან მეხარისებდა გასწავლებული ხება იყო. ვიკა მემართებს, მაგრამ მე მაგერები ვარ და სასწაულა გადმოუცა ყველაფერი, რაც მართლა გველოდება მეგობრებო. მადლობა ყველას. აი არის უნდა რაღაცის თქმა და რაღაც არ ვიცი ის თქმა. მინდა გადავხადო სოფო მასწავლებლებს, გურანდა მასწავლებლებს და ნიკა მასწავლებლებს, რომ ესე დაგვეხმარეს და ყველაფერი ახლა გავაკეთებთ. ესენი რო არ ყოფილიყვნენ, ჩვენ ასე ვერ გამოვიდოდით და ასე გავაკეთებთ. აჩა, აი მათი შეფასება. აი ემოციურია და შეიძლება ემოციის გამოჩერება ისე ჩააბობა, თვითონ გავია მე. აჩა ხარ. მაგრამ უღმესი მადლობა ყველას ორგანების. ბოლოს შეიძლება თქვა, ნუ აი ხოდა ასეთი კლასი. თვითონ მე არაფერს შუაში არავ, დამიჯერე. და მასწავლებელი და სოფო მასწავლებელი არის საუკეთესო მასწავლებლები დედამიწაზე. ასევე და მასწავლებელი ყველაზე კარგი რეჟისორია დედამიწაზე. ძალიან მიყვარხარ და ყველა აბა ექსი ვიზიტაციები შობელმა საქმელი არის რომ
ჩვენ ყავთ მასწავლებელი, რომელიც ზესავ უხვად ანათებს ამ ბავშვებს სიყვარულს. ის გვერდიდან არაჩვეულებრივი პედაგოგები, რომლებიც ასევე ზესავით ანათებენ სიტყვას და სიყვარულს და მზეზე დიდი, უფრო მძიმე და უფრო კაშკაშა მადლობა თქვენ ამ ყველაფრის.